Მოგესალმებით ყველას. 4 დღის წინ განხორციელდა მორიგი სატელეფონო ზარი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის და ერთი რაც ხაზგასმით შემიძლია თქვა, ის არის რომ ეს ეგრეთ წოდებული რეალპოლიტიკი სავსეა და მე მგონი უკვე თამამად შეიძლება ითქვას ეფუძნება ცინიზმს. გამომდინარე იქიდან რაც სათაურში ნახეთ არ ვაჯარბებ ერთადერთი კონკრეტული რამ რაზეც ორივე მხარე შეთანხმდა ეს არის ის რომ კარგი იქნებოდა თუ ამერიკისა და რუსეთის ჰოკეის ნაკრებები ერთმანეთს შეხვდებოდნენ ან დაუშვათ თამაშთა ციკლს ჩაატარებდნენ ეგრეთ წოდებული NHL-ი და რუსეთის ლიგას როგორც მე ვიცი ესე ქვია კეხაელი, ანუ რუსული აბრევიატურა. დანარჩენი სიმართლე გითხრათ, ყველაფერი არის ძალიან ბუნდონოდ. ეხლა რას გულისხმობ ზუსტად გეტყვით. ერთი ის რომ როგორც პუტინმა გააფრთხილა, წინა ვიდეოში ვსაუბრობ, და ეს გაფრთხილება შემდეგ გადაიყვანა ქმედებაში, გულისხმობ იმას, რომ შემხედველი წინადადებები დაახვედრა თავის კითხვარით, რაც მოიცავდა იმას, რომ რას ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტა 2000 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე, ვინ იქნებოდა ამის ყველაფრის პასუხისგებელი, რა საკონტროლო მექანიზმები იქნებოდა იმისთვის, რომ დარღვევის შემთხვევაში დაფიქსირებულიყო თუ ვინ მხარემ ან რა პირობებით ან რა მიზნით დაარღვია ეს შეთანხმება. და კიდე რიგი საკითხები იყო და მოკლედ ეტყობოდა ყველაფერს, მოკლედ ეტყობოდა ვლადიმერ პუტინს, რომ ამის ხელმოწერა მას არ სურდა. პრინციპში არც არის გასაკვირი, არაერთხელ მithქვამს, წინა ვიდეოში საუბრობდი, ეს იყო საუბრისთვის, უბრალოდ, ერთი კეთილინების ჟესტად ჩაიარა ამ ყველაფერმა, მე წინა საუბარს ვამბობ და ამ საუბარში ამ ტელეფონო ზარზეც, რა გადაწყდა, ფაქტობრივად არაფერი. მოусმინეს ერთმანეთს, ვლადიმერ პუტინმა მორიგჯერზე დააფიქსირა თავის შეხედულებები, რომ არანაირ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, თუ პირველადი მიზეზები ამ კონფლიქტისა არ აღმოიფხვრა და რას გულისხმობს გავიმეორებ, ეს არის უკრაინის დენაციფიკაცია, ანუ იდეოლოგიის მოშლა, დემილიტარიზაცია, ანუ მხოლოდ საპოლიციო ჯარებისა და შინაგანი ჯარების ყოლა უკრაინის ტერიტორიაზე და მესამე ყველაზე ძირითადი მნიშვნელოვანი მოთხოვნა ეს არის, რომ უკრაინის სახელმწიფო არ უნდა შედიოდეს არანაირ სამხედრო გაერთიანებაში. არც ნატოში და არც არაფერ ამ დაგვარში. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ევროპელები 800 მილიარდიან ბიუჯეტს ადგენენ 28-30 წლისთვის, ეს ალბათ იქნება იმის ნიშანი, რომ საბოლოო ჯამში დაეხმარებიან კვლავ უკრაინელებს და ბუნებრივია ეს არ სურს ვლადიმერ პუტინს, იმიტომ რომ გამოდის გავიმეორებ ამასაც, არაერთხელ მithქვას წინა ვიდეოშიც და ეხაც უბრალოდ კონტექსტიდან არ გამოდის ეს, რომ არ თქვა. გამოდის ის, რომ 30 დღეში ცალკე რუსეთი უნდა მოემზადოს, გადამზადდეს და მობილიზაცია, ცალკე უკრაინაში მობილიზაცია და 30 დღის მერე დასვენებული ძალებით ორივე მხარე ერთმანეთს შეეჯახება. ვის აწყობს ეს? ალბათ აწყობს უკრაინას, ხო, მარტივი არითმეტიკა. მოკლედ ამაზე ვლადიმერ პუტინი არ დათანხმდა. ეს თავისთავად იცოდა ტრამპმაც. და უბრალოდ ყველაფერი საერთოდ ყველა გარიგება, ყველა შეთანხმება იწყება რაღაც ნაბიჯიდან და სწორედ ეს ნაბიჯი იყო არჩეული. იმიტომ რაღაციდან ხო უნდა დაეწყოთ. ანუ პლატფორმა ხო უნდა შედგეს, რომ ჩარჩურ ხელშეკრულებამდე მივიდეს. რუსეთმა დააყენა იმის გარდა, რაც მე ხა ვისაუბრე, კიდე შემდეგი მოთხოვნები, რომ დაუშვათ შეთანხმება შესაძლოა შედგეს სამშვიდობო, ოღონდ დასავლეთმა, კოლექტიურმა დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს იარაღით მომარაგება უკრაინის მხარეს. და
უკრაინამ კიდე თავის მხრივ უნდა შეწყვიტოს მობილიზაცია და აქ ხაზი გაუსვა რუსეთის მხარემ თავად ვლადიმერ პუტინმა რომ იძულებითი მობილიზაცია ვინც თვალს ადევნებს ამ კონფლიქტს მედიაში ფართოდ არის ვიდეოები სადაც აჩვენებენ თუ როგორ იჭერენ ხალხს უკრაინაში და ძალით უშვებენ სამობილიზაციო ბაზებზე და შემდეგ იქიდან ფრონტზე და როგორც წესი ზუსტად ასეთი მობილიზებული პირველივე იღუპება იმიტომ რომ იმას არც мотиваცია აქვს არის შეშინებული არ არის ამ ყველაფერთვის მზად და იდეაში საერთოდ არ უნდა ომი აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი საკითხები დაგროვდა უამრავი შეიძლება ითქვას და ამ მოლაპარაკებას ჯერჯერობით მხოლოდ რაღაც წინასწარი შეთანხმებები მოყვა, რომელსაც ბუნებრივია ორივე მხარე იმედი მაქვს გაითვალისწინებენ და შემდეგ შეჯერდებიან მით უმეტეს შეთანხმება არის გუშინ შეთანხმდნენ რომ ორშაბათს 24 რიცხვია მე მგონი ერ-რიადში, ისევ საუდის არაბეთში ამერიკელები შეხვდებიან რუსებს და ასევე ამერიკელები აი საერთო ტრეგზე შეხვდებიან უკრაინას. ბუნებრივია ეს იქნება ცალ-ცალკე შეხვედრა. რუსები და უკრაინელები არ გადაიკვეთებიან და ფაქტობრივად რუსეთის ამერიკის სახელმწიფომ აიღო ესე იგი ორხრივი ვექტორი. ცალკე რუსებთან, ცალკე უკრაინელებთან. და სხვაგვარად ამერიკელები ხვდებიან რომ შედეგს ვერ დადებენ. თუ ადგილზე ორივე მხარე არ დაითანხმეს და რაღაც ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მარტივად არ დაიდო. ალბათ ასეც უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენი ხანია უკვე საუბარია და არაფერი რა ბურთი შემხარეს არის, მე ის რაღაცა განცხადებას გააკეთებს და ეხა ბურთი თქვენ მხარეს არის და დადიან ამ ალეგორიები და ფრონტის ხაზზე კიდე ხალხი იღუპება და დღეს ისე ოდესა დაიბომბა და უამრავი მსხვერპლი იყო და მე უკრაინელებმა კიდე იმ სატელეფონო ზარის დროს კრასნოდარის მხარეში 8 დიდი საფრენის საშუალება შემოაფრინეს და სატრანზიტო გაზის სატრანზიტო ხაზს დაარტყეს, რომელსაც რუსეთს საერთოდ არ ეკუთვნის, ის არის სატრანზიტო ველია იქ ფაქტობრივად და ყაზახეთისა და ევროპის უпростоროდ ყაზახეთისა და ამერიკული ფულია ჩადებული. აი ეს გაზის ხაზი დააზიანეს. და ეხლა სულ ახალი ამბავია კიდე, ესე იგი კურსკის ოლქიდან რო დევნიან უკრაინელებს, უკრაინელები იმდენი მოახერხეს, რომ ქალაქ სუჯაში რაიონული ცენტრია უпростоროდ, სადაც იყო გაზგამანაწილებელი დიდი სადგური, საიდანაც რუსეთიდან გადადიოდა უკრაინაში და უკრაინიდან შედიოდა სლოვაკეთში და უნგრეთში. ეს გაზგამანაწილებელი სადგურიც ააფეთქეს და რუსები ამბობენ რომ ამ სადგურის რემონტს დაჭირდება სულ ცოტა 2 წელიწადნახევარი. ახლა წარმოიდგინეთ 2 წელიწადნახევარი, ანუ რა გამოდის რომ სლოვაკეთი და უნგრეთი დარჩნენ იაფი გაზის გარეშე, იმიტომ რომ იმ გაზს, საიდანაც რომელსაც უნგრელები და სლოვაკები იღებენ იგივე რუსულს, მაგრამ თურქეთის გავლით, ამდინარე კიდე რომ გზა არის გძელი, მით უმეტეს რამდენ ქვეყანაზეც გადის იმდენი სატარიფო ბიჯი ემატება და მოკლედ ამ ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპის ამ ორ ძირითად ქვეყანაში შედის ძვირად გაზი. და ეს ყველაფერი ხდება, როცა ამერიკელები და რუსები არიან მოლაპარაკების მაგიდასთან. ანუ ამ კონფლიქტს უახლოეს მომავალში თუ რამე რადიკალური ნაბიჯები არ მოყვა, მე რას გულისხმობ, აი იძულებითი ხერხით დავშეთ ხელის მოწერა. ხვდებით ალბათ ყველა რომ ამერიკელებს ახლა რუსებზე ზემოქმედების მექანიზმი ნაკლები აქვთ, მე იძულებას გულისხმობ და ესე იგი ისევ იძულების მსხვერპლი გახდებიან, მსხვერპლი ბჭყალებში გახდებიან უკრაინელები უკაცრავად. და ამის ნათელი მაგალითი ის არის, რომ ამერიკელები ხო ესე იგი დიდ წიაღისეულ საბადოებზე ქონდათ პრეტენზია. ეხლა აქვს პრეტენზია
გაზ სადენებზე, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის, არის ლაპარაკი, რომ აი ეს ჩრდილოეთ ნაკადის ამუშავებაც უნდა დოღონთ ამერიკული მენეჯმენტით და ამას დაემატა ატომური ელექტროსადგურების გადაცემა. ნუ ბუნებრივია, სადგურს ზურგზე ვერ მოიკიდებ და ამერიკაში ვერ წაიღებ, ეს ნიშნავს იმას, რომ იქნება მართვაში გადაცემული. და რატო აკეთებენ ამას? იმიტომ რომ უბრალოდ ელემენტარულად უკრაინელების დობა არ აქვთ. ნუ გამომდინარე იქიდან, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური უკვე ისედაც რუსების არის, ის ზაპოროჟიეს ატომური სადგური აღარც განიხილება, აქ ლაპარაკი არის სხვა დანარჩენზე, რომელიც უფრო შიგნით არის ამერიკის უკრაინის ტერიტორიაზე. და მოკლედ აი ესეთი გაუგებრობებია. როგორც გითხარით, ეს 4 დღის წინ მოხდა ეს სატელეფონო ზარი და იმდენად არაფრის თქმელი იყო პირველ დღეს, მეორე დღეს ვფიქრობდი, მესამე დღეს და ეხლა უბრალოდ ვიდეოს ჩაწერა ვიდეოსთვის მაპატიეთ, ხა მე TikTok-ის ის არა ვარ, კონტენტს არ ვაკეთებ, რომ უბრალოდ ჩავწერო და თუნდაც თქვენ წინაშე წავდგე. აი ველოდებოდი იმას, რომ რამე ხელმოსაკიდი თუ გამოჩნდებოდა ისეთი რამ, რაზეც შემელო დაუშვათ მეთქვა და ჩემი აზრი გამომეხატვა და თქვენთვის გამეზიარებინა და ნუ აი გუშინ გაირკვა, რომ ორშაბათს შედგება შეხვედრა. უკვე დიდი ამბავია, მე არ ვიცი ამ შეხვედრას რა მოყვება, მაგრამ ნუ მაინც რაღაცა არის, იმიტომ რომ მართლა ესეთი განცდა მქონდა, რომ ამ ზარის მიხედვით ერთადერთი რაზეც შეთანხმდნენ, ის არის რომ ჰოკეი ეთამაშეთ. მეც დიდი მოყვარული ვიყავი ახალგაზრდობაში, ბავშვობაში, მაგრამ აქვე გეტყვით, ვისაც არ გახსოვთ, ხა ჩემი თაობას კარგად ახსოვს, 82-83 წელი იყო და როცა რუსული გუნდები ჩადიოდნენ და მახსოვს პირველ იანვარსაც კი იმართებოდა თამაშები რა, ანუ CSKA არმიის ცენტრალური არმიის საკლუბო გუნდი იყო ესეთი ჰოკეიში უდიდესი გუნდი იყო, ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის ნაკრების ის იყო საფუძველი იყო და ეს მიდიოდნენ კანადაში, ამერიკაში და ესე ვთქვათ საახალწლო საშობაო თამაშებს მართავდნენ. და ხვდებოდნენ ბუნებრივია ამერიკისა და კანადის კლუბებს. და ნუ კარგია ტრადიცია, ის არის თან სანახაობრივია და შეიძლება იყოს როგორც კეთილინების მორიგი ნაბიჯი, რამაც შეიძლება დაახლოვოს დაუშვათ ორი მხარე, მაგრამ იმდენად ცინიკურად მეჩვენება ჰოკეიზე საერთოდ საუბარი, როცა აი ბრძოლის ვერზე 10,000-ობით ადამიანი ეღუება კვირის განმავლობაში 10,000-ობით ადამიანი ორივე მხრიდან. როგორც უკრაინელები, ასევე რუსები და პლუს ამას ემატება კიდევ მშვიდობიანი მოსახლეობა. მაგრამ ნუ რაც არის ის არის რომ ორშაბათს 24 რიცხვია და შედგება ეს შეხვედრა და მე მგონი იქ უფრო რაღაც კმედით უნარიან შედეგი ნაბიჯებს გადადგამ სამივე მხარე და რაღაცა კონკრეტულ შედეგზე გავლენ. აქვე უნდა თქვა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომ ესე იგი მომლაპარაკებელთა რანგი დაიწია, ანუ რობიოს დონე და აქეთ მხრიდან ლავროვის დონე არ არის, რუსეთის მხრიდან არის წარმოდგენილი კარასინი, გახსოვთ ალბათ კარასინი, აბაშიძის შეხვედრები, ეს მე მგონი 10-15 წლიანი პროექტია რუსულ-ქართულის, დიდი დიპლომატია, დიდი გამოცდილებით და ნუ ქართულ მხარემ კარგად იცის, იმიტომ რომ შეგახსენეთ აბაშიძე კარასინის შეხვედრები იმართებოდა მე მგონი წელიწადში 2-ჯერ თუ 3-ჯერ. ეხლა ბოლო დროს არ შეხვედრილა, მაგრამ ნუ ადრე ესე იყო, ანუ გამოცდილი პოლიტიკოსია და მასთან ერთად იქნება რუსეთის სადაზვერვო სამსახურის დირექტორის თანაშემწე, ვინმე მე მგონი ჩინით გენერალ-პოლკოვნიკი გვარად ბისედა. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამ უკვე ეტიკეტური ნორმიდან და რაღაცა ზოგადი განცხადებებიდან ესე იგი ურთიერთობა დადის უკვე კონკრეტულ ნაბიჯებამდე.
უკრაინის წარმომადგენლობა არ ვიცი, ამ დროისთვის სანამ მე ამ ვიდეოს წერ, მაგრამ ამ პარასკევს შაბათ-კვირას ეს გაირკვევა. და ამერიკის მხრიდან ვიტკოფი იქნება ყველა ვარიანტში და ისინი ჩამოაყალიბებენ ამ ასე თქვა მოლაპარაკების გუნდ, მომლაპარაკებლების გუნდს უბრალოდ და იმედი მაქვს რომ ორშაბათს რაღაცა კონკრეტული შედეგი დაიდება. ნუ იმედია ჰოკეიზე აღარ ისაუბრებენ და რაღაც უფრო კარგს და ქმედით უნდარიანს იტყვია. დიდი მადლობა რომ მისმენდით. დაველოდოთ ორშაბათს ამერიკის დროით ეს ალბათ რაღაც შუა დღისკენ მოუწევს, შეიძლება ნაშუა დღეს და ორშაბათს თუ არა სამშაბათს ჩემს მოგახსენებთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ასე რომ დღესდღეობით სულ ეს იყო. დიდი მადლობა ვინც მისმენდით და ბუნებრივია ვისაც გსურთ თქვენი აზრის გამოხატვა, შეგიძლიათ კომენტებში დატოვოთ და აქვე გეტყვით რომ YouTube არხს ვაკეთებ, ანუ დაგროვილ ვიდეოებს ტვირთავ, რაც ძველი ვიდეოებია და შეგახსენებთ რომ მე ამ საქმიანობა დავიწყე ჯერ კიდევ ადრეულ შემოდგომამდე სანამ არჩევნები ჩატარდებოდა საქართველოში და აქ უბრალოდ YouTube-ზე არ იტვირთებოდა რიგი მიზეზების გამო, არ ვიცი რის გამო და მოკლედ ის რაღაც ვიდეოები, ძველი ვიდეოები ნაწილი ავტვირთვე უკვე და ბლოკი არ ადევს, ეთყობა როგორც Facebook-მა, ასევე Google-მაც ყველანაირი ბანი მოხსნა. და მოკლედ სულ მალე YouTube-საც გავუშვებ და მე უკვე YouTube-თან დაკავშირებით უფრო თავისუფლად შეგეძლებათ ალბათ თქვენი აზრის დაფიქსირება და არხის მოწონება და ასე შემდეგ. აბა დროებით კარგად ბრძანდებოდით. დიდი მადლობა ვინც მისმენდით.